3 დღე. ეს არის დრო, რამდენ ხანსაც თქვენი სასურსათო მაღაზია გაძლებს თუ დიზელის სატვირთოები დღეს მოძრაობას შეწყვეტენ. ალბათ ფიქრობთ, რომ მთავრობას სარეზერვო გეგმა აქვს. არ აქვს. მოხელეებმა უკვე ამოწურეს 172 მილიონი ბარელი აშშ-ის სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან 2026 წლის დასაწყისში. ეხლა ის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 1983 წლის შემდეგ და ისინი ავსებენ მას იმაზე ბევრად ნელა, ვიდრე დაცალეს. ამერიკის საგანგებო ნავთობის მარაგი უფრო მცირეა, ვიდრე ბოლო 4 წლეულის განმავლობაში ყოფილა. და მაშინ, როცა მხოლოდ ერთი შეფერხებაა საჭირო, რომ თაროები დაიცალოს, მსოფლიოს უდიდესი ნავთობ კომპანიები ფულს ინახდებენ. წარმოიდგინე, რომ შედიხარ სასურსათო მაღაზიაში, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და დატვირთულ ქალაქში და მხოლოდ ცარიელ თაროებს ხედავ. არც პური, არც რძე, არც ხილი. ეხლა წარმოიდგინე იგივე სიტუაცია მთელ მსოფლიოში. ნიუ-იორკში, ლონდონში, ტოკიოში, მაღაზიები, რომლებიც ჩვეულებრივ სავსეა ხალხით და პროდუქტებით, სრულიად ცარიელია. ეს გავს ჰოლივუდის კატასტროფულ ფილმს, პოსტაპოკალიფტურ სამყაროს, სადაც იმედი აღარ არსებობს. თუმცა სინამდვილე შეიძლება უფრო ახლოს იყოს, ვიდრე გონია. რადგან სწორედ ეს მოხდება თუ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ წარმოუდგენლად მყიფე ლოგისტიკური სისტემა, რომელიც დიდ ურბანულ ცენტრებს ამუშავებს, მოულოდნელად დაინგრევა. ეს ცნობილია როგორც ზუსტად დროზე მიწოდების სისტემა და როცა მას გაიგებ, შეიძლება სამუდამოდ შეგეცვალოს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებენ დიდი ქალაქები. ადამიანების უმეტესობას გონია, რომ არსებობს უზარმაზარი საწყობები, სავსე უსასრულო მარაგებით, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად არიან, რომ ცარიელი სასურსათო თაროები შეავსონ. რეალობა სრულიად განსხვავებულია. თანამედროვე ქალაქები მუშაობენ როგორც ძაბრები. საკვები და ყოველდღიური აუცილებელი ნივთები შემოდის, თითქმის მაშინვე იყიდება და ისეთივე სისწრაფით ქრება. ეს ეფექტური სისტემაა, მაგრამ არა განძლე. უმეტეს დიდ ქალაქს მხოლოდ 3-5 დღის საკვების ფიზიკური მარაგი აქვს, სანამ თაროები დაიცლება. დანარჩენი ყოველდღიურად უნდა ჩამოვიდეს მძიმე სატვირთოებით, რომლებიც ასობით მილს გადიან ქვეყნის მასშტაბით. სხვა სიტყვებით, არ არსებობს საიდუმლო საწყობი, რომელიც სიტუაციას გადაარჩენს. თქვენი სასურსათო მაღაზია არსებობს, იმიტომ რომ სატვირთოები ყოველ დღე შეუფერხებლად ჩამოდიან. იმ წამს, როცა ეს სატვირთოები დაგვიანდება, შეფერხდება ან საერთოდ შეწყვეტს მოძრაობას, სიუხვის ილუზია ქრება და ყველაფერი სწრაფად ინგრევა. თუ ზუსტად დროზე სისტემა ჩავარდება, დიდ ქალაქებში საკვები შეიძლება პირდაპირ 72 საათში ამოიწუროს. ეს ნაკლები დროა, ვიდრე ჩვეულებრივი გაციების გადალახვა სჭირდება. იმ წამს, როცა ბორბლები შეწყვეტს ტრიალს, უკუთვლა იწყება. პირველ დღეს მიწოდებები, რომლებიც უნდა მოსულიყო, არ ჩნდება. მეორე დღეს კი ადგილობრივი პანიკა იწყებს გავრცელებას. კიდოლები გარბიან ადგილობრივ მაღაზიებში და ითვისებენ ყველაფერს, რასაც ხელში ჩაიგდებენ. მესამე დღისთვის ყველაფერი გაქრება. ჩვენ გვასწავლეს გვჯეროდეს, რომ ასეთი რამ არასდროს მოხდება. ჩვენ ვენდობით სისტემას. არ უნდა ვენდობოდეთ. ყველა ნივთი, რასაც ყიდულობთ, ყველა საკვები, რასაც ჭამთ, მთლიანად დამოკიდებულია ლოგისტიკურ ქსელზე, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია საწვავის უწყვეტ მიწოდებაზე. საწვავის გარეშე საკვების მოძრაობა ჩერდება. აი მაშინ იწყებენ ადამიანები სარეზერვო ვარიანტის, დამზღვევი მექანიზმის, საგანგებო სისტემის ძებნას, რომელიც მთავრობამ უნდა ამოქმედოს და გადაარჩინოს სიტუაცია. და ასეთი სისტემა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ის უკვე გაძარცულია. აშშ-ის მთავრობა არ იყო ბრმა ლოგისტიკური სისტემის რისკების მიმართ. მათ გააცნობიერეს, რომ თუ ოდესმე გლობალური ნავთობის კრიზისი ან საწვავის დეფიციტი მოხდებოდა, სატრანსპორტო ქსელები შეიძლება ჩამოშტვილიყო და მილიონობით ამერიკელი შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. ამიტომაც შექმნეს უსაფრთხოების ბადე, აშშ-ის სტრატეგიული ნავთობის რეზერვი, ანუ SPR. ის მოქმედებს როგორც ბუფერი საწვავის მიწოდების კრიზისის წინააღმდეგ. უზრუნველყოფს სხვა ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი სტრატეგიული რეზერვები, მაგრამ აშშ-ის რეზერვი ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო. სრული ტევადობისას მას შეუძლია 714 მილიონი ბარელი შეინახოს, რომლებიც სისიღრმად გიგანტურ მიწისქვეშა მარილის მღვიმეებშია განთავსებული ტეხასისა და ლუიზიანას ორის სანაპიროზე. ეხლა ეს მღვიმეები შევსებასთან ახლოსაც კი არ არის, ისინი ნახევარზეც კი არ არის შევსებული. 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის აშშ-ის სტრატეგიულმა ნავთობის რეზერვმა მხოლოდ 330 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც ბოლო 40 წელზე მეტი დროის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საჭიროა 1983 წლამდე დაბრუნება, რომ ასეთი გამოფიტული რეზერვი იპოვოთ. 10 წლეულების განმავლობაში მთავრობა თანმიმდევრულად აგროვებდა ამ საგანგებო მარაგს, 100 მილიონ ბარელს ინახავდა. შემდეგ თითქმის ერთ ღამეში მისი დიდი ნაწილი გაქრა. მარტის დასაწყისში მთავრობამ 172 მილიონი ბარელის გამოშვება დაამტკიცა. ეს იყო პირდაპირი პასუხი ირანში ომზე, რომელმაც გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, მას შემდეგ რაც ირანის სამხედროებმა ეფექტურად დახურეს ჰორმუზის სრუტე. მსოფლიო ნავთობის მიწოდების 20% მკვეთრად შეწყდა. ეს იყო სწორედ ის სიტუაცია, რისთვისაც სტრატეგიული ნავთობის რეზერვი შეიქმნა. მასშტაბურმა საგანგებო გამოშვებამ შეძლო გლობალური ენერგეტიკული ბაზრებისთვის მოკლევადიანი შვება მოიტანა. მაგრამ მთავარი პრობლემა არა ისაა, თუ რამდენად სწრაფად დაიცალა რეზერვი, არამედ ის, რამდენად ნელა იუსება ის თავიდან. ფიზიკა და ეკონომიკა, რომელიც ესეთი მასშტაბური რეზერვის შევსებას ახლავს, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მისი დაცლისთვის ვენტილების გახსნალების გახსნა.
ბიუროკრატები ცდილობენ ნედლი ნავთობის უკან შესყიდვას და მის დაბრუნებას მექსიკის ყურის სანაპიროს მარილის კავერნებში, მაგრამ ამას საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებენ. ამჟამინდელი შევსების ტემპი დაახლოებით 10 ჯერ ნელია, ვიდრე დღეში მილიონი ბარელის გამოტანის ტემპი, რაც 2022 წელს ვიხილეთ. ეს გავს იმას, თითქოს ერთი ადამიანი ტბას ცეცხლმაქრის შლანგით აშრობს, ხოლო ვიღაცას თვლისვად ცდილობს მას პატარა ვედროთი შეავსოს. ეს გამოთვლა არ გამოდის. თუ ეს ტემპი გაგრძელდება, შეიძლება წლები დასჭირდეს, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვი მაქსიმალურ ტევადობასთან მიახლოებულ დონეზე დავაბრუნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ნავთობი აღარ აქვს, ან საგანგებო მარაგი მთლიანად დაკარგა, მაგრამ ეს ბალიში ახლა ბევრად უფრო თხელია და სუსტია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ეს ნიშნავს, რომ შეცდომის დაშვების ზღვარი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე 10 წლეულების განმავლობაში იყო, რადგან უსაფრთხოების ბადე სავსეა ხვრელებით. ჩვენ არ გვჭირდება ვივარაუდოთ ან შევაფასოთ რა მოხდება შემდეგ. ჩვენ უკვე ვნახეთ ზუსტად იგივე სცენარია ადრე. 2022 წელს შრი-ლანკამ განიცადა მკვეთრი და მანგრეველი კოლაფსი, რომელმაც მთელი ქვეყანა მუხლებზე დააყენა. როდესაც ქვეყნის გამოსაკანებელი უცხოური სავალუტო რეზერვები თითქმის ნულამდე დაეცა, შრი-ლანკა აღმოჩნდა მდგომარეობაში, სადაც ვეღარ ახერხებდა თავისი 58.7 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის მომსახურებას. შედეგად, მან პირველად ისტორიაში ვალის გადახდებებზე დეფოლტი გამოაცხადა. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან შრი-ლანკის მთავრობას აღარ შეეძლო აუცილებელი იმპორტის, მათ შორის საკვების, საწვავის, მედიკამენტებისა და სასუქის შეძენა. ამან გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით აუცილებელი რესურსების დეფიციტი. პირდაპირ დრამეში შეწყდა ნავთობისა და სხვა პროდუქტებისა და მასალების მიწოდება. ქვეყნის დისტრიბუციის ქსელი თითქმის მყისიერად დაინგრა. საწვავის გარეშე შეუძლებელი გახდა საქონლის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში. საკვები მინდვრებში ილპებოდა, რადგან აღარ იყო სატვირთო მანქანები, რომ ბაზრებსა და მაღაზიებში გადაეტანათ. სასუქის არარსებობამ ასევე გამოიწვია ის, რომ სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა შემცირდა. ხალხს საათობით ან თუნდაც დღეებით უწევდა ლოდინი კილომეტრიან რიგებში, რომ ის მცირე რაოდენობის ბენზინი ეყიდათ, რაც კიდევ დარჩენილი იყო. მათ ასევე უწევდათ გამკლავება ელექტროენერგიის ყოველდღიურ გრაფიკით გათიშვებთან, რომლებიც ერთდროულად 13 საათამდე გრძელდებოდა, რადგან ქვეყნის ელექტროსადგურებისთვის საკმარისი საწვავი არ იყო. სკოლები დაიხურა, საავადმყოფოებმა გადადო მკურნალობები და ოპერაციები. ელემენტარული საჭიროების ნივთების ფასები მკვეთრად გაიზარდა. 2022 წლის სექტემბერში წლიური საკვების ინფლაცია თვალშისაცემ 94.9%-ს მიაღწია. ჩვეულებრივი სადილის ფასი ფაქტობრივად გაორმაგდა ერთ წელიწადში. შრი-ლანკის მოსახლეობას უწევდა გამკლავება საარსებო და გადარჩენის ხარჯების ზრდასთან, რომელიც უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ჰიპერინფლაციური ვალუტა. და ეს არ იყო ისე, თითქოს მათი ხელფასებიც იზრდებოდა. ხალხი იგივე თანხას ან კიდევ უფრო ნაკლებს იღებდა, მაგრამ როგორაც უწევდათ იგივე ბიუჯეტით ორჯერ მეტის დაფარო. 6 მილიონზე მეტი შრი-ლანკელი სასუსათო დაუცველობაში აღმოჩნდა, არ იცოდნენ, როდის ან საიდან მიიღებდნენ შემდეგ საკვებს. 60%-ზე მეტი ოჯახი იძულებული გახდა გადაედგა გადარჩენის ნაბიჯები. მაგალითად, გამოტოვებდნენ კვებას, ან ნაკლებ პორციებს ჭამდნენ, რომ როგორმე გაეძლოთ. სწორედ ამიტომ საწვავის კრიზისი სწრაფად გადაიქცევა საკვების კრიზისად. შრი-ლანკამ იდეალური მაგალითი აჩვენა იმისა, რა ემართება თქვენ საფულეს, როცა საწვავის მიწოდება წყდება. როცა ქვეყანას საწვავი უმთავრდება, მას საკვებიც უმთავრდება. რაც საკვები დარჩება, ის ხდება ფუფუნების საგანი და მისი ფასი ბევრად იზრდება. შეიძლება იფიქროთ, რომ შრი-ლანკა გამონაკლისი იყო ანომალია. განვითარებად ქვეყანაში ეკონომიკური არასწორი მართვის იზოლირებული შემთხვევა. მსგავსი რამ დასავლურ სამყაროში არ მოხდებოდა. შეცდებით თუ ასე ფიქრობთ. იგივე სისტემური სისუსტეები, რომლებმაც შრი-ლანკაში კრიზისი გამოიწვია, არსებობს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებშიც, მიუხედავად მათი სტატუსისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. იდეა, რომ უფრო მდიდარი ქვეყნები შეძლებენ რისკის შემცირებას უფრო ძლიერი და გონივრული სისტემისკენ გადასვლით, ფუნდამენტურად მცდარი. ჩვენ მუდმივად გვეუბნებიან, რომ ახალი ტექნოლოგია მალე ჩვენს უდიდეს პრობლემებს გადაჭრის, რომ შემდეგი გარღვევა ჩვენს ცხოვრებას გაამართივებს, უფრო უსაფრთხოს გახდის და კრიზისების მიმართ ნაკლებად მოწყვლად გახდის. ელექტრომობილების მსგავსად, ისინი თითქოს უნდა იყოს ჩვენი ნავთობზე დამოკიდებულების გადაწყვეტა. ყოველ წელს უფრო მეტი ელექტრომობილი ჩნდება ეზოებში, უფრო მეტი ელექტრო SUV გზებზე და უფრო მეტი სათაური გვპირდება ბენზინზე მომუშავე მანქანების დასასრულს. ნავთობის ეპოქა მთავრდება. ეს მითია და ამას მონაცემებიც ადასტურებს. დიახ, ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები იზრდება და ვები იზრდება და ბევრ ქვეყანაში რეკორდებსაც კი ამყარებს. დიახ, მთავრობები ადგენენ გეგმებს შიდა თვის ძრავიანი მანქანების ეტაპობრივად ამოღებაზე და სთავაზობენ წახალისებებს, რათა ხალხმა ელექტრომობილები შეიძინოს. მაგრამ 2026 წლის ივნისის მდგომარეობით ელექტრომობილები გლობალური სამგზავრო ავტოპარკის მხოლოდ 5%-ს შეადგენს და თითქმის 0%-ს მძიმე საზღვაო და ავიაციის სექტორებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გზებზე მეტი ელექტრომობილია, მათი უმეტესობა ოჯახების მიერ დილის მგზავრობისა და საპირდლებზე წასასვლელად გამოიყენება. მათგან ძალიან ცოტა გამოიყენება იმ სექტორებში, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებას ინარჩუნებს. სატვირთოები, თვითმფრინავები და გემები, რომლებიც საქონელს წერტილ A-დან წერტილ B-მდე გადააქვთ, თითქმის მთლიანად ნავთობზე დაფუძნებულ საწვავზე არიან დამოკიდებული. ეს ასე დარჩება მოსალოდნელ მომავალშიც. მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 80% გადააქვს უზარმაზარ საზღვაო ფლოტს.
რომელიც ფაქტობრივად 20 პირველი საუკუნის ცივილიზაციის სასიცოცხლო ძალაა. და ამ ფლოტის 99%-ს 1 მილის გასავლელადაც კი ნავთობი სჭირდება. სათვირთო გემებს სჭირდებათ ნავთობზე დაფუძნებული საწვავები, როგორიცაა მძიმე საწვავის ზეთი, HFO და საზღვაო გაზოილი, MGO, უზარმაზარი რაოდენობით. მათი უცებ ელექტროენერგიაზე გადაყვანეს იდეა ფანტაზიაა. დღეს არ არსებობს ისეთი ბატარეის ტექნოლოგია, რომელიც საკმარისად დიდი ან ძლიერი იქნება, რომ ამ გიგანტებს ტრანსოკეანური მოგზაურობის საშუალება მისცეს. იგივე შეზღუდვები ვრცელდება ავიაციაზეც. სათვირთო თვითმფრინავები, რომლებიც მაღალი ღირებულების ან დროზე დამოკიდებულ ტვირთებს, მაგალითად ფარმაცევტულ პროდუქტებს გადააქვთ, უზარმაზარ რაოდენობას ნავთობზე დაფუძნებულ საწვავს მოიხმარენ. არ არსებობს ელექტროფლოტი, რომელიც მათ შეცვლის. როცა ამას გაიგებ, მასშტაბური გლობალური საწვავის კრიზისის ნამდვილი საფრთხე კიდევ უფრო ნათელი ხდება. ნავთობის სრული ამოწურვა ფაქტობრივად წაშლის ღილაკია იმ გლობალური ეკონომიკისთვის, როგორც ჩვენ ვიცით. თუ ნავთობის მიწოდება შეწყდება, ყველაფერი გაჩერდება. ელექტრომობილების მზარდ პოპულარობას ამაზე გავლენა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ლოგისტიკური სისტემები, რომლებზეც ვართ დამოკიდებული, ერთმანეთთან უნდა კონკურირებდნენ ნავთობის კლებადი მარაგისთვის. როდესაც ეს კონკურენცია განძაფრდება, ენერგიის ღირებულება უპრეცედენტო კრიტიკულ ზვარს მიაღწევს. ენერგეტიკის ანალიტიკოსები და ფინანსური ექსპერტები, როგორიცაა Goldman Sachs-ი, ხშირად საუბრობენ მოთხოვნის მკვეთრი შემცირების ზღვარზე. მოდის მომენტი, როდესაც საქონლის ღირებულება უბრალოდ ძალიან მაღალია, იმისთვის რომ მომხმარებლებმა ის აიტანო. ამიტომ ისინი მკვეთრად და მუდმივად ცვლიან თავიანთ ქცევას, რათა შეამცირონ ამ საქონლის მოხმარება. ამ დროს ეკონომიკური აქტივობა გარდაულად იწყებს კლებას. შეძენები გადაიდება, მოგზაურობა მცირდება და ინვესტიციები ნელდება. კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie მიიჩნევს, რომ ნავთობის მოთხოვნის შემცირების ზღვარი ბარელზე 125-დან 150 დოლარამდე. როგორც კი ამ დიაპაზონში შევალთ, ყველაფერი იცვლება. და ეს იმიტომ ხდება, რომ პროდუქტის ფიზიკურად გადაზიდვისთვის საჭირო ენერგიის რეალური ღირებულება ოკეანის გავლით, რკინიგზით ან გზატკეცილით აღემატება თავად პროდუქტის მოგების მარჟას. წარმოიდგინეთ პროდუქტი, რომელიც გლობალურ მიწოდების ჯაჭვში გადაადგილდება. ის უნდა დამზადდეს, შეფუთულ იქნას, შეინახოს და გადაიგზავნოს მსოფლიოს გარშემო. შემდეგ ის სათვირთო მანქანით გადაჰყავთ საწვავში, მიაქვთ მაღაზიაში და თქვენ გეყიდებათ. ყოველი ნაბიჯი ფულს ღირს. სანამ საწვავი შედარებით იაფია, ყველაფერი გამოდის და ყველა იღებს მოგებას. მაგრამ, როდესაც საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება, ტრანსპორტირება უფრო ძვირი ხდება. თუ საქონლის კონტეინერის გადაზიდვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თავად საქონელი ღირს, მათი გადაზიდვა უბრალოდ აზრს კარგავს. რა თქმა უნდა, კომპანიებს შეუძლიათ ფასების გაზრდა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე. საბოლოოდ მომხმარებლები კიდვას წვეტენ, გაყიდვები მცირდება და პროდუქცია აღარ გადაადგილდება. აი მაშინ იწყებს ეკონომიკური ძრავა შეფერხებას. არა იმიტომ, რომ სოფლიოში პროდუქცია აღარ არის, არამედ იმიტომ, რომ მათი გადაზიდვა ძალიან ძვირი გახდა. ეს ფენომენი ამით არ მთავრდება. ეს ტალღურად ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე და ყველაზე მეტად საშუალო და მუშათა კლასს აზიანებს. სანამ ნავთობის ფასი 125-დან 150 დოლარის ფარგლებში ან უფრო მაღლა დარჩება, გლობალური MCPS ზრდა მცირდება. და უცებ ის ძირითადი საქონელი, რომელიც ადრე იაფი და ხელმისაწვდომი იყო, ეხლა ფუფუნების ნუნების ნივთებად გვეჩვენება. ოჯახებს სუპერმარკეტში გონებაში უწევთ არითმეტიკული გამოთვლები, რომ გაარკვიონ რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ იყიდონ. დასაქმების სტაბილურობა ზიანს იღებს. როდესაც ენერგიის ხარჯები იზრდება და კომპანიების შემოსავლების დიდ ნაწილს იკავებს, მაშინაც კი დიდი და დამკვიდრებული ბრენდები იძულებულნი არიან შეამცირონ ოპერაციები და თანამშრომლები გაათავისუფლონ. ისე სწრაფად თითქოს თვალის დახამხამებაში, საშუალო მომხმარებელი აღმოჩნდება მზარდ ხარჯებსა და შემოსავლის არასტაბილურობას შორის არის მომწყვდეული. მათთვის თანამედროვე ცხოვრების ყველა კომფორტი და მოხერხებულობა ერთიანად ქრება. იმ სისტემის მყარი საფუძვლები, რომელზეც ისინი ეკრნობოდნენ, სულ უფრო მერყევი ნიადაგით იცვლება. და როცა ამ სცენარზე ვფიქრობთ, ერთი აშკარა კითხვა ჩნდება. რატო არ იყენებს აშშ-ში უბრალოდ საკუთარ ნავთობს? გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ ვერ იმუშავებს. აშშ-ში ხშირად აღიქმება ენერგეტული სექტორის გიგანტად, რადგან ბოლო წლებში შიდა წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულებს აღწევს. ადვილია ვიფიქროთ, რომ ტეხასისა და ნიუ-მექსიკოს ნავთობის საბადოები საკმარისზე მეტ საწვავს უნდა აწვლიდეს შიდა ბაზარს, თუნდაც გლობალური დეფიციტის შემთხვევაში. მაგრამ ეს ასე არ არის. თუ მხოლოდ სათაურებს აიკითხავდით, იფიქრებდით, რომ ამერიკას ენერგეტიკული დამოუკიდებლობა აქვს, რეკორდული ნავთობის წარმოება, აყვავებული ფრეკინგის ინდუსტრია და აღარ არის საჭირო დანარჩენ სამყაროზე დამოკიდებულება ეკონომიკის გასამართად. რეალობა კი ბევრად უფრო რთულია. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები რეკორდულ რაოდენობას ნავთობს აწარმოებს, ქვეყანა დღემდე ყოველდღიურად დიდ რაოდენობას ძიბას მძიმე ნავთობს იმპორტირებს. ეს თითქოს წინააღმდეგობას გავს, სანამ არ დააკვირდებით, როგორ მუშაობს ამერიკის ნავთობის ინფრასტრუქტურა რეალურად. ყველა ნედლი ნავთობი ერთნაირი არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ეს სპექტრია. ეტბოლოში არის მძიმე ნავთობი, სქელი, წებოვანი და სავსე მინარევებით. მისგან საწვავის, მაგალითად ბენზინისა და დიზელის მიღება დიდ და რთულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს საჭიროებს. მეორე ბოლოშია მსუბუქი ნავთობი, რომელიც ბევრად თხელია და დამუშავებაც უფრო მარტივია.
ეს უბრალოდ ერთი და იმავე პროდუქტის სხვადასხვა ხარისხი არ არის. ისინი განსხვავებულად იქცევიან, განსხვავებულ გადამუშავების პროცესებს საჭიროებენ და ყოველთვის ვერ გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად. სწორედ აქ ჩნდება პრობლემა. მრავალმილიარდიანი ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია აშშ-ში დაპროექტებული და ოპტიმიზებულია მძიმე მჟავე ნავთობის დასამუშავებლად. იმ დროს ეს აზრიანი იყო, რადგან გლობალური ენერგეტიკული ბაზარი ძლიერ იყო დამოკიდებული ამ ტიპის ნავთობის იმპორტზე, ისეთ ადგილებიდან როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი და ლათინური ამერიკა. ბრესკი ამერიკის ფრეკინგის რევოლუცია, ფიქლის ფენები და მსუბუქი დაბალგოგირდიანი ნედლი ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას მოიპოვებს. მაგრამ ინფრასტრუქტურა ამისთვის არ იყო აშენებული. მსუბუქი თკბილი ნავთობის გადამუშავების მცდელობა იმ საწარმოებში, რომლებიც მძიმე მჟავე ნავთობისთვისაა განკუთვნილი, იგივე რაც უთხოვი ბენზინის ჩასხმა დიზელის ტრავში და იმის მოლოდინი, რომ ის ისე იმუშავებს. ასე არ მოხდება. საწვავი და ინფრასტრუქტურა სრულიად შეუთავსებელია. ამ მიზეზით აშშ-ში ჩიხშია. მას კოლოდრიურად უწევს საკუთარი მსუბუქი თკბილი ნავთობის მილიონობით ბარელის ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. ამასობაში მას ასევე უწევს მილიონობით ბარელი მძიმე მჟავე ნავთობის იმპორტი საერთაშორისო პარტნიორებისგან. უბრალოდ იმისთვის, რომ საკუთარი საწვავის მიწოდება არ შეჩერდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფრეკინგის ბუმმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არ მოიტანა. მან უბრალოდ არსებული დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაართულა. ნავთობის კომპანიებმა, რომლებიც კვების ჯაჭვის სათავეში არიან, ეს კარგად იციან. მათ ინფრასტრუქტურაში თავიანთი შეზღუდვები კი კარგად ესმით. მათ ესმით რა პრობლემებს იწვევს ეს. მაშ რას აკეთებენ ისინი ამასთან დაკავშირებით? ხალხს წარმოუდგენია, რომ ეს დიდი ნავთობ კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნავთობის ეპოქა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ. ისინი უარს ამბობენ, აღიარონ, რომ სოფსოფლიო უფრო სუფთა და მდგრად ენერგიის წყაროებისკენ მიდის. და ამაში სიმართლის მართვალი ნამდვილად არის. ნავთობის კომპანიები ფულისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი სასოწარკვეთილად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ სურთ შეაჩერონ გარდამავალი პროცესი ან ფიქრობენ, რომ ნავთობის გაყიდვას უსასრულოდ შეძლებენ. მათ კარგად იციან, რომ მათი დრო დათვლილია. სწორედ ამიტომ გეგმავენ გასვლის სტრატეგიებს. უბრალოდ ფულს მიხევით. ესეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Shell და BP, აფინანსებენ ნახშირბადის დაჭერის პროექტებს. აშენებენ ალტერნატიული ენერგიის ინფრასტრუქტურას და ემზადებიან მომავლისთვის. ფული, რომელიც ადრე ახალი ნავთობის საბადოების ძიებასა და საბურგის სიმძლავრეების გაზრდას ხმარდებოდა, ეხლა მიმართულია იმისკენ, რომ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ენერგეტიკულ სისტემას. ისინი ამას გულის სიკეთის გამო არ აკეთებენ. ეს არ არის ალტრუისტული მცდელობა, რომ გამოისკიდონ წარსულის შეცდომები და მონაწილეობა მიიღონ პლანეტის გადარჩენაში. ეს არის გზა იმავე კომპანიებისთვის, რომლებმაც 10 წლეულების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორზე დომინირებდნენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ თავიანთი მონოპოლია. მათ ესმით, რომ არსებული ნავთობზე დამოკიდებული სისტემა ხარვეზიანია, არამდგრადია და პირდაპირ კედლისკენ მიექანება. მათ იციან, რომ მოთხოვნის ჩამოშლის ზვარი საბოლოოდ გადაილახება და იქიდან დაბრუნება აღარ იქნება შესაძლებელი. იმ მომენტში ნავთობი ან ფიზიკურად, ან ეკონომიკურად, ან ორივე ერთად ამოუღებელი გახდება. შესაბამისად, ნავთობის გიგანტები მოძველებულნი უნდა გახდნენ. მაგრამ თუ ისინი დროულად შეიძენენ მომდევნო თაობის ინფრასტრუქტურის საკმარის ნაწილს, შეუძლიათ ფაქტობრივად დაამკვიდრონ სისტემა, სადაც ისევ იმავე მსხვილ კორპორაციებზე ვიქნებით დამოკიდებული, უბრალოდ სხვა ფორმით. ეს არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ნავთობის კომპანიები ეხმარებიან ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც თანამედროვე საზოგადოებები ძალიან მცირე უსაფრთხოების ზღვარით ფუნქციონირებენ, სადაც ვეყრდნობით მცირე მარაგებს და რეზერვში მხოლოდ რამდენიმე დღის საკვები და საწვავი გვაქვს. ეხლა, როცა ეს უსაფრთხოების ბადეები კიდევ უფრო იშლება და მარაგები ბოლო რამდენიმე ათწლეულის მინიმუმზეა, იგივე ინდუსტრიის მოთამაშეები თავიანთ პოზიციებს თავიდან აწყობენ იმისთვის, რაც შემდეგ მოხდება. არა სისტემიდან გასვლით, არამედ მისი სრულად დაპატრონებით. მაგრამ მაშინ, როცა ყველა საწვავის კრიზისზეა კონცენტრირებული, კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ეკონომიკური გარდამტეხი წერტილის წინაშე ვდგავართ. ყველაფერს ხსნით ვიდეოში. ნავთობი კი არა, იაპონია უნდა აკვირდეთ. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.